მოგესალმებით კაბატონებო, ბატონებო. მოხარული ვარ თქვენი ხილვით აქ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ამ დარბაზში, რომელიც მითაც ყველა რუსეთის სახელს ატარებს. მნიშვნელოვანი ღონისძიება. ამ ღონისძიებას ჰქვია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და გენდერული თანამშრომლობის ქსელშობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ამ საქმეს აუცილებლად გავაკეთებ, წყალი არ გავა. ეხლა მე მინდა დავსწრეს საზოგადოებას პირველ რიგში წარმოვიდგინო ჩვენი საპატიო და უაღრესად მნიშვნელოვანი სტუმრები. მინდა წარმოგიდგინოთ პირველ რიგში ბატონი ნერმინ მიშიჩი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში. ბატონი ვლადიმერ ტერვალიშვილი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პროექტის მენეჯერი. ბატონი ირაკლი როსტიაშვილი, საერთაშორისო სისტემების საარჩევნო ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში. ქალბატონი მანანა მებუკე, უაღრესად საპატივცემულო ქალბატონი, რადგან ამხელა საქმეს აკეთებს გენდერული თანასწორობის ქსელის თავმჯდომარე და ჩემი უზურპასესი სტუმარი ამ შემთხვევაში ქალბატონი ბოლოსათვის შემოვინახე გემრიელი თუმა. ქალბატონი მანანა კობახიძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჩემი საყვარელი ადამიანი, თანაპარტიელი, თანამებრძოლი საქართველოსათვის ბრძოლაში დამაშურალი ადამიანი. Დიდი მადლობა განავითარებულ ასეთი შესავალისისთვის ძალიან დიდი მადლობა აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრებს, აჭარის უმაღლეს საბჭოს აპარატს, ყველა ადამიანს, ვინც ამ ღონისძიების ორგანიზებაში იყო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ქალბატონებს და გენდერული თანასწორობის ქსელთა ქსელის თითოეულ წევრს, რომელიც არის პრაქტიკულად ინიციატორი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების. მადლობა იმ საქმიანობისთვის, რასაც თქვენი წევრიც ძალიან კარგად იცნობთ მიზნებს. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს AIFES და მის წარმომადგენელს საქართველოში ბატონ ნერმინ მიშიჩს. ბოდიში ცოტა შეიძლება არასწორად წავიდა. დიდი მადლობა USAID-ს იმ მხარდაჭერისთვის, ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის იღებს იმ საქმიანობის გააქტიურების შესახებ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და დამკვიდრება საქართველოში. ზოგადად მადლობა ამერიკელ ხალხს იმისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვან წვლილს იღებენ ისინი საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის და გენდერული თანასწორობა დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ყველას კარგად მოგესალმებათ რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნის განვითარებისთვის. როგორც ვიცი, მემორანდუმი ფორმდება გენდერული თანასწორობის და რა პროგრამა არის რეგიონში. ბევრი საინტერესო ქალბატონის წარმოდგენით უფრო უკეთ გადაწყდება ადგილობრივი საჭიროებები. ჩვენ ასე ვთვლით.